მოდი ვნახოთ ჩემო ძვირფასებო, რას მიხვდა, ვინ ხართ მისთვის, მის ცხოვრებაში რა ადგილი გიკავიათ, ან რა ადგილი გეკავათ, ხო ვნახოთ, რას მიხვდა. სიკვდილის ტრანსფორმაციის არკანი გადმოვარდა აქ სავარაუდოდ დასრულებულ ურთიერთობაზეა საუბარი ჩემო ძვირფასებო. ვნახოთ რა კი ასია, რა გაიაზრა, რას მიხვდა თქვენთან განშორების შემდეგ, რა ადგილი გეკავათ მის ცხოვრებაში და რამდენად დაგაფასათ მას შემდეგ, რაც მისგან წახვედით. ვნახოთ, რას გვეტყვის ტარო, ნახეთ, ჩემო ძვირფასო, ნამდვილად გაიაზრა უკვე პიროვნებამ და შესაძლებელია ისევაც პროცესშია. პიროვნება მარტოა და მას უკვე ყველასგან იზოლირებული, შეიძლება ითქვას, ყველასგან მიტოვებული, საკუთარ თავში მას შემდეგ, რაც თქვენ შესაძლოა მისგან წახვედით და თქვენი გზები გაიყარა, მან ძალიან ბევრი რამ გააცნობიერა და ნახეთ დასდის ძირზე 7-იანი ხმალი კვლავაც მიხვდა და გააცნობიერა ის, რომ კვლავაც საინტერესო ხართ მისთვის, კვლავაც ფიქრობს თქვენზე და თვალებით დაგეძებთ ყველგან, გათვალიერებთ და შესაძლოა თქვენს შეუმჩნევლად თქვენზე რაღაც ინფორმაციასაც კი მოიძიებს, სად ხართ, როგორ ხართ, არ არის გამორიცხული სოციალურ ქსელშიც გათვალიერებდეთ და გადავნებდეთ თვალყურს. ერთი სიტყვით, ძალიან ბევრი რამ გადახარშა ამ პიროვნებამ და გაიაზრა თავის თავში. შეიძლება ითქვას, რომ პიროვნება, როგორც გითხარით, პიროვნება შესაძლებელია ისე გადავნოთ თვალს, რომ თქვენ ვერც კი ამჩნევთ და ისე ინტერესდება თქვენი ცხოვრებით, რომ ამას შესაძლებელია შეუმჩნეველი რჩება ეს თქვენთვის. რა გააცნობიერა თქვენთან მიმართებაში პიროვნებამ, ნახეთ, გააცნობიერა ის, რომ თასის მეფე ამოვიდა თავად და 5-იანი კვერთხი, რომ მუდმივად თავს ეწინააღმდეგება, მუდმივად თავის თავთან ჭიდილშია და არწმუნებს თავის თავს იმაში, რომ ყველაფერი დასრულდა, მაგრამ სინამდვილეში არაფერიც არ დასრულებულა. თავს არწმუნებს იმაში, რომ აღარ უყვარხართ, რომ მისთვის ყველაფერი დასრულდა, მაგრამ ფაქტები სხვა რამეს მოწმობს. დასდის ძირზე იმპერატრიცა, თქვენ მისთვის ისევ იმპერატრიცა ხართ, თქვენ მისთვის ისევ მთავარი და ძვირფასი ადამიანი ხართ. შესაძლოა მისი შვილების დედა, შესაძლოა არ აქვს მნიშვნელობა, ყავთ შვილები თუ არ ყავთ, ერთი სიტყვით მისთვის ძვირფას ადამიანად დარჩით. შესაძლოა რაღაც კონფლიქტების მიუხედავად, რაღაც გაუგებრობების მიუხედავად, ეს პიროვნება თავის თავს არ უტყდება, რომ შეცდა და მას გრძნობები ჰქონდა და დღემდე აქვს, ჩემი ძვირფასებო. ძალიან ბევრ რამეს მიხვდა. ჯერ მარტო იმიტომ, რომ დარჩა მარტო და ეს სიმარტოვე მისთვის ბევრი რაღაცის გააზრების, ასე ვთქვათ, საშუალება გახდა. ბევრი რამე გააცნობიერა. შესაძლოა თავისი შეცდომებიც. შესაძლოა ძალიან ბევრ რამეში თვითონ არასწორად მოიქცა და ამ ყველაფერს აცნობიერებს და რომ თქვენთან მიმართებაში შეიძლება პიროვნება შეცდა, იმიტომ რომ რაღაც იყო თქვენს ცხოვრებაში რაღაც ტყუილის შესაძლოა, ანუ მისი მხრიდან რაღაც გულის ტკენები და ეს ყველაფერი გააცნობიერა, ჩემო ძვირფასებო. გააცნობიერა, რომ რაღაც შეცდომა დაუშვა თქვენთან მიმართებაში, რომ და თავის თავს არ უტყდება, რომ კვლავ ძვირფასი ხართ მისთვის. აი ეს გააცნობიერა და ეს ნახეთ, დაკიდებული კაცი დასდის ძირზე, 6-იანი თასი, ტკბილ მოგონებებშია თქვენთან მიმართებაში, ერთი სიტყვით შესაძლოა უყურებს წარსულში საერთო ფოტოებს, არ არის გამორიცხული, ხო, რაღაც ჰქონდათ საერთო, შესაძლოა ის ფოტოები კვლავ შენახული აქვს და რომ ათვალიერებს სინანულით იხსენებს ყველაფერს, მაგრამ რატომღაც დაკიდებული კაცის არკანით უკვე თითქოს ყველაფერი ამობრუნდა, ყველაფერი რაღაც დააპაუზდა თქვენს ურთიერთობაში, მაგრამ თავის თავს არ უტყდება იმაში, რომ თქვენ მისთვის ისევ ძვირფასი ხართ. აი ეს ყველაფერი გააცნობიერა მან. ეს იყო მოკლე გაშლა, მადლობას მოგახსენებთ და ნახვამდის.